მშვიდობის ცოტა ბაშკაცის ხმა მაქვს მაგრამ ბედნიერი ვარ რომ გათენდა ეს დღეც ცოტა უკეთ გორცნობ თავს თითქოს გუშინდელთან შედარებით თითქოს ოღონდ თავს ვიმშვიდობ თქვენ როგორ ხართ ძალიან მოუფრთხილდეთ თავებს სავარაუდოდ ვირუსია რომელიც იოლ ფორმაში შემხვდა ჩემი იმუნიტეტი არ ვიცი რატო არ მიცავს და სიცხე რატო არ მომცა ელი მაქვს აბსოლუტურად დაჩირქებული ასე ხიარულად ცხოვრობ მუშაობ მაინც რა თქმა უნდა ამას ხომ არ წამოვწვევ რეჯობია სახში როცა ხარ და დაიწყებ შენი შვილის აუზმისთვის უგემრი ეკლესია ულადების მომზადებას მართალია ზეჩება ბანავად მაგრამ ზეითუნის ზეთია და დამწრიტავ მერე ხვრინმა თუ გაიგეთ ნიკოლოზე ხვრენს ხოლმე ხანდახან თქვენ როგორ ხართ რა შვებით რა საკეთებთ ვით ირთობთ თავებს ავეტრიადილით არ ვიცი რა მოგვიძებს არც ცხენები ყავთ ჩვენ მეზობლებს არც ძაღლები ქუჩის განაპირა არის ჩემი საძინებელი ფანჯრები დალუქული მაქვს ფარდები გაფარებული მაქვს მაგრამ 6 საათზე ვიღვიძებ და ვახსენდება ხოლმე დედა მეტყოდა ხოლმე ბავშვობიდან ესე იყო ხანდახან როცა დეპრესიული ფონი გამძლიერდება ხოლმე მე მეწყება ძილიანობა ასე ვაბრუნებ გამოშვეს რამქენი ახლა მევითო და ჩაის სტილოზე მივდიოდი მეც ქალი ვარ დღეს ნაგებობა მაქვს ჯერ გუშინდელი ამბავი უნდა მოგითხროთ მოკლედ გუშინ იყო ახალი გარემონტებული აპარტამენტიავლაბარში აქვე ჩემს სახლთან და ძალიან გამიხარდა რომ საწუწიალო არ ვეყავი არ ვიცი ასეთი ხალხი რატომ ხდება მე იშვიათად ცოლ-ქმარი იყვნენ სერს გარეთ არ გამოდიან ხოლმე მანქანა ხო გამომიგზავნეს რომელიც დამხვდა ანუ ცოტა ისეთი ქუჩებია ზუსტად სამების წინ ჩასახვევში მანქანა ხო გამომიგზავნეს ვინც დამხვდა და წამიყვანა ისამერზე გავყევი უკვე ეცეთა ხა უცხიმათ მოსინჯობრია გამოვა უსაყვარლესი ანუ რო შეხედავ და გესიამოვნებო თავს ვერ გადიზრებენ რო გენდობიან ოღონდ თემატურად ახლა იყო ცოტა სხვა რამე იყო გასაკეთებელი გარდა იმის რომ ძალიან სუფთა რემონტი იყო და უნდა მოწესრიგებინა თუ კი რაიმე წარმოგიდგენიათ და ოდესმე სასტუმროში დავხვედრიათ ჭიქა ავის აპარატი თებში უთო ფენი პილასოსი რამოდენიმე უთო ყველაფერი იყო გასახსნელი და დასალაგებელი კვაბი ტაფა ილაკის ჯოხი ანუ აბსოლუტურად ყველაფერი თეთრეული ბალიშების დამცავები მატრასის დამცავები ახალი მატრასები რომელიც გასახსნელია და დავიძრე ხელთათმანები იმიტომ რომ იმდენად სიახლესთან და იმდენად სისუფთავესთან მქონდა შეხება დავხსენ ყველაფერი ჯერ მოვიშვერთ ნაგავი სხვათა შორის რომ მეგონა რომ 4 საათში შევძლებდი იქ იდეალურად ყველაფრის მოწესრიგებას აღმოჩნდა რომ 6 საათი დამჭირდა და გამიტყდა 2 ჭიქა
ისე შევწუხდი, არ იყო ხა აღირებული, მაგრამ ხა ადამიანი რო ყიდულობს და მიგაქვს. არასდროს არ მომსვლია მსგავსი რამ რაღაცა დამემართა, ძალიან შემრცხვა და ჩემო გუბერს უთხარი, ანუ რომ დამირეკა და ეს მეთქი ჭიქები დაუმტვრია თქო რა. დავახსენე და დავალაგე. ეს ღრუბელიანი იატაკის ჯოხი როა. მაგას მოვხსენი ცელოფანი. ერთი თუთით. ჩემ მეგობართან შემთხვევით კიდევ გადავიცხეთ გუში. ფავორიტ პარათად რომ აქვს გადავირცხე 169 ლარი. უკეთ ჩამირცხე 200. ხოდა ძალიან გამებერა ესენი არ მიყვარს რომ დასაჭრელი ხდა. მოკლედ ანუ არ იქნება ნერვიულობა რა. რამე ისეთი ძვირიანია და მაგრამ ჩემ თავს ვუთხარი რომ დავეკითხე ღირებულებას და 2 გამიტყდა. 4 კაცზე იყო აპარტამენტი გათვლილი. გავუოთხე. და რომ მოგწევდა ქალბატონი. რომ მეთქე გიჟდები როგორი ბედებიან ეს არც შეამოწმა. არც დაინტერესდა რა, იმდენად გვენდობოდა, იმდენად დიდხანს მოვუნდით, იმდენად ამოდიოდნენ და ხედავდნენ რომ არ ვიჯექით, არ ვისვენებდით, ყავას არ ვსვავდით. ანუ სულ მუშა პროცესი იყო. არ მინდაო დაგისვრითო იყოსო ესეო, ვიციო როგორც არისო. და ანგარიშწორებაზე რომ იდგა საქმე, მოთხარი ფარდები დავაუთოვე, დავკიდე. მოკლედ, სახლი მოვაწყე რა. აპარტამენტი 2 საძინებლია, ჩვეულებრივი სახლი იყო. living room-ით და აბაზანით. და დიდი აივნით, სადაც ძალიან კარგი მოწყობილობები ჰქონდათ. ცოლმა და ქმარმა სადღაც 70 წლამდე იყვნენ რა, 60 პლუსები. რა უნდა გაგიქვithოთო, ვის არ გასტეხიაო. კიდევ უფრო ხარხოლები წამთავე. მისამართი ხო ვიცი, ჭიქები მახსოვს, არასდროს დამავიწყდება ეგ ჭიქები. აუცილებლად ვიყიდი და ავიტანე. იმიტომ რომ მე ვიცვალო, ვიყიდო, ვიტანო. და გამიტეხო. და თქვა უნდა მეც იგივეს ვიყიდო. მაგრამ არ მომწონება. რომ კიდევ საერთოდ გავხდება. ხოლო მაგათთვის მეტი არასდროს არ იქნება. კარგად ხოდა დავინახე რა ეს ნახევრად კახელი, ნახევრად იმერელი იყო მამაკაცი. შვილიშვილს პაპას ეძახდა. და გავხედე და მიყავს ეს ბუთქნა რო ტოილერი. აი მე მეთქი გაწევდეთ. ვერ ვიკავებ თავს, ვერც ცრემლებს. შვილენტიანი ბავშვით გამდის ცრემლები. ჩავედი, არ მიკითხია, იკპინებოდა, იღრინებოდა, უყვარდა სტუმარი, არ უყვარდა, მაგრამ იმდენად კარგი ადამიანი იყო ეს კაცი, იმდენად გაწვრთნელი ყავდა. 7 წლის როტოელი, რომელსაც აქ დაცვისთვის არის შექმნილი და მოლაღური არ მეკითხებოდა ხოლმე დაეყეფა თუ არა, როგორც კი ჩემს კენოდნა ვინმე წამოვიდოდა უცხო ეგრევე ქონდა ცუდი აქ ყებდა რა, არ ყბენდა, მაგრამ ყებდა. ასე თვალებში უყურებდა ეს როტოილერი, რა ვქნაო. და პატრონმა რა უთხრა, დაჯიქე მოვკვეყავდა მე კიდე. აი ხალხოყელი ქონდა, აი თათები. ჭუჭყიანიო დამძახოდა, მაგრამ მე მაინც ვკოცნე და ვეფერე. მე მიხვდა რომ ძაღლებზე ცოტა ავად ვიყავე. გამომიყვანა შპიცი. ეს ხელით მეორე ორსულად არისო და იმას ვერ ამოგიყვან. ეს ხო კანკალებდა და მივიხუტე.
Ერთის ძაღლები ხომ აკოცნია და მოვიკელდა გუშინ წინ ვიყავით სახლში ძალიან საყვარელ გოგონასთან რომელსაც ყავდა არ ვიცი ჯიში ოღონდ აი ძალიან ბედნიერი იყო იქ რომ ვიყავი არ მოცდიდა არაფერს უფეხზე მეკიდა ძლივს დავაძინე ძლივს შევძელი რომ ძაღლს დაეძინა ხო და როგორც დავინახე ძაღლთან მიმართებაში ეს ადამიანი როგორ დამოკიდებულებაში იყო და არ ექცეოდა ძაღლებს როგორც ძაღლს ძალიან მესიამოვნო და ავიუსე რა ძალიან მაგარია ადამიანების ფასი არაფერი არ არის არც არში არც გარეთ არ ვიცი ძალს ისეცა ხოტაშვილოს ისეთი ხო დავიღალე თან მინერვიულა ის რომ შემომატყდა მარტო ქართველებს გქეკ აგრან ძალიან ბედნიერი წამოვედი ეხლა ამებს ამოყრი კომენტარები წავიკითხოთ ზელმა გვიწერს რომ შველი მყავს ცურვას და იმის მაგივრად შენ გიყურებო ასე მიყვარს მე ეს უკარკესი გოგო დრო და დრო ბავშვებს უყურებ ეკრანზე ზელმა მადლობა სიყვარულისთვის სითბოსთვის აი გიждები ადამიანებს ასე რომ შეგიძლიათ მე არ შემიძლია ხალხო თქვენ მასწავლეთ მე არ შემიძლია ვინმეს მოვიფერო ანუ ვერ ვახერხებ საკუთარი შვილების გარდა მანანა ამილახვარი დარკო ძალიან საყვარელი გოგო ხარ გფარავდეს უფალი შენ შვილებთან ერთად მადლობა მანანიკო მადი მეყვარ შენი ვიდეოების ყურება ცოტა მეტი იყოს კარგია ყველი შარფით შეიხვია სახში მაინც მე მშველის მეყვარხარო მადლობა მადი სიყვარულისთვის რჩევებისთვის უღრმესი მადლობა შარფი და ყელი ვერა ვარ მე მეტი ვერ იქნება იმიტომ რომ ეს არის სრული რესურსი იმის რასაც მე შემიძლია რომ გავაკეთო ნანა თადაძე მშვიდობიანი და წარმატებული დღე მოგწეს უფალმა დონო მადლობა ნონიკო ხეთრა გავაკეთე არაქალური რამე რა კარგია ისეთ დაბალზე ვწვავ მარფერი არ აშხაფებს არსად ვერცელი არ დამჭა გავღვიძებ ბავშვს მოგესალმები დორა მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებ წარმატებად ცხოვრებაში ზოია თუაევა გვიწერს მადლობა ზოიკო შენს ანალოგიურად ფიქრიკო გვიწერს დორკროკო შემეშინდა მეთქი უკნიდან გეპარება თქო და შევიკივლე ხო მეც ძალიან შემეშინდა გუშინ ზოგადად ძალიან მშიშარა ვარ ხალხო საკუთარი ლანდის მეშინია სახში ხამე მარტო ვერ ვრჩები მიჭირს და ნუ მოკლედ დანით მძინავს და თოფები მიდევს ქეთევანი საუკეთესო ქალბატონია მადლობა ხალხო თეა გუჩუა ვაიმე დორმე ჩემთან ერთად შემეშინდა უკნიდან რომ ინეპარება თქო ინარია შავეკაცი ლანა ციბაძე დორკო ყოველხრივ საუკეთესო ხარ მაგას ეს ფილტრი არ მომეწონა მეც ახლა ვიყიდ ხო არ ვარ გავყოთ ლან უყურე როგორ დავამოყამე კარგი დამატენიანობელი კარგი მსუყე მზის დამცავი და მზის დამცავზე გადაისვენ თითქოს იმდენ დაპრიალებს კაცს რომ ყველა ნაოჭს უსვავს ხას ყველა მიკრონაოჭი გამოაქვს აშკარად ცოტა ახალგაზრდებისთვის არის ეგ ავიქვი მე და გავაჩუქებს ავარაუდოთ მაგრამ